გამარჯობა ჩემო ძვირფასო ტელემოყურებლებო, მოგესალმებით. ჩემი გრძელდება ჩემი საავტორო გადაცემა ჩემო აფხაზეთო. დღეს ჩვენ შესანიშნავი სტუმარი ვყავს. ძირძველი აფხაზეთელი. ბატონი მერაბ ჯახაი, გიორგი ჯახაია. გიორგი ჯახაია გახლავთ პროფესორ ლეონიდე ჯახაიას შვილი. აფხაზეთში დაბადებული, გაძრდილი, რომელმაც ძალიან კარგად იცის იქაური სიტუაციები, დღეს რა მდგომარეობაა, რა სიტუაცია აფხაზეთში, ისაც იცის როგორც ყველა დანარჩენი 300,000 ქართველი, ისეც ელოდება ბატონი გიორგიც და მისი ოჯახი დიდი ენთუზიაზმით ელოდება აფხაზეთში დაბრუნებას. ამისთვის ჩვენ ზოგადად ჩვენი გადაცემის ფორმატი თვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ ვისაუბროთ იმ საკითხებზე, იმ ძირითად საკითხებზე, რა ჩვენ გვაწუხებს, რა ჩვენ მიგვიყვანს ერთმანეთთან და ის ყველაფერი რაც იყო, ეს ყველაფერი წარსულს უნდა ჩავაბაროთ და ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი სუფთა ფურციდან უნდა დავიწყოთ. მაგრამ ამ სუფთა ფურციდან დაწყებასაც აქვს თავისი გარკვეული წილად, თავისი პირობები, თავისი სწორი არჩევანის გაკეთება არის ამ შემთხვევაში საჭირო, ისე რომ ჩვენ ერთმანეთისკენ მისაწვდომი გზები მოვნახოთ და ეს მისაწვდომი გზები დავსახოთ ისეთნაირად, რომ ჩვენ არ დავიწყოთ იმაზე ფიქრი, რომ ხო შეიძლება ეს ასეც იყოს, მანდა ისე იყო, ამას ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამიტომ მე ფიქრობ, რომ ბატონი გიორგისთან დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემებზე. ბატონო გიორგი, მოგესალმებით. თქვენ ბლოგერი ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს აფხაზეთის საკითხებში ექსპერტიც ხართ ამასთან ერთად, იმიტომ რომ მე თქვენი გამოსვლები მომისმენია და ძალიან სწორი აქცენტები გაქვს გაკეთებული სწორედ იმ საკითხებზე, რა საკითხებიც ასეთი მტკივნეული არის დღეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ აფხაზებისთვისაც. მე პირველ კითხვას ასე დავიწყებდი, ბატონო გიორგი. ძალიან საინტერესოა, რას ნიშნავს პუტინის სიხარული დათანხმება აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით და იქ მოგეხსენება თქვენ პუტინის ხელდასმული და რუსეთის ხელდასმული ბადრა გუმბა აირჩიეს პრეზიდენტად, ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად აფხაზეთში და ეს ახლა ბადრა გუმბა ახალგაზრდა გახლავართ, ეს ომის დროს იყო, ის დაახლოებით 10-12 წლის ბავშვი იყო და იმის შემდეგ ეტყობა ის ცოტა სხვა ნარატივებზე გაიზარდა, ეტყობა კი არა, ნამდვილად ასე არის. დღეს ის მან რუსეთთან რატომღაც გამონახა საერთო ენა. იყო ისეთი პერიოდი, როდესაც აფხაზები თვითონ ამბობდნენ, რომ რუსეთი ჩვენ კოლონია და რუსეთის კოლონია ვხდები ჩვენ და რუსეთ ჩვენ არ ჭირდები, რუსეთ ჭირდება მარტო ჩვენი ტერიტორიები და ასე შემდეგ და ახლა ისინი ხდებიან, იმიტომ რომ ისტორიას თუ გადახედავენ ძალიან კარგად, რომელი ისტორია ჩვენ ვიცით, რეალური ისტორია, თუნდაც მუხაჯირობიდან რო დავიწყოთ და დღეს რა ხდება და რა მოხდა და 92-93 წლებში, როდესაც აფხაზეთიდან მოხდა ქართული მოსახლეობის გენოციდი, ქართული ეთნიკური წმენდა და იქიდან 300,000-მდე სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან ერთად ქართველები პირწმინდად გამოაბრძანეს, ასე ვთქვათ, აფხაზეთიდან. ეს არ მომხდარა აფხაზების ძალისხმევით. ხო ვიცით ეს ძალიან კარგად, თუნდაც ახლა მე კიდევ ერთხელ მინდა ჩემ ძვირფას ტელემოყურებელს შევახსენო, რომ რაც განსვენებული სულმათი უშიშრობის გენერალი გახდა ასეთი ბატონი ლევან კიკნაძე, რომელმაც სხვათა შორის თვითონ ვერ მოეწრო თავის წიგნის გამოსვლას, მაგრამ მან დაწერა ასეთი წიგნი, ესე უშიშრობის გენერალის ჩანაწერები, რომელიც გამოსული არის და ახლა ალბათ ყველას არ მიუძდება ხელი ამ წიგნის წაკითხვაზე, მაგრამ მე დიდი სიამოვნებით წავიკითხა, ისედაც წერია, რომ აფხაზური სეპარატიზმი კრემლის ლაბირინთებში იშვა. ასე ქვია ამ წიგნს და იქ აბსოლუტურად ყველაფერი თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. მოგეხსენებათ, უშიშროება ყოველთვის ეს არის განყენებული და უწყება, რომელიც მუშაობს ცოტა საიდუმლოდ, დაფარულად და ღიად და აშკარად ის არასოდეს არ გამოდის თავისი მაზი, იმიტომ რომ ეს ასეა, წესია ასეთი და ეს მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. იქ უკვე სულ სხვანაირად არის ყველაფერი დანახული და ის რეალობაა აღწერილი, რაც ეგ აფხაზეთში მოხდა. და ახლა რომ იმ აფხაზებს რომ არ გამოუყრიათ მარტო ქართველობა აფხაზეთიდან, ესე ცალსახად დადაცურდა და რას ვიცოდით, ეს
კიდევ ერთხელ დავწმუნდი იმაში, მაგრამ მოდი ჩვენ ახლა წარსულს არ გადავხედოთ და წარსულზე ნუ ჩავიციკლებით და ჩვენ ვიფიქროთ დღევანდელობაზე და ვიფიქროთ მომავალზე. ბატონო გიორგი, მე მინდა ასეთი კითხვა მოგცეთ, რომ აი ძალიან დათვა ახლა ბადრა გუმბასთან ერთად. ამ დროს ბადრა გუმბა იყო ეგრეთ წოდებული ვიცე-პრეზიდენტი, ეგრეთ წოდებულ ასლამ ჟანიას პრეზიდენტობის დროს. მე ასლამ ჟანია აიძულა ხალხმა, რომ ისი წასულიყო იქიდან. მას დაეთმო ეს პრეზიდენტის, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის თანამდებობა და მისი ვიცე-პრეზიდენტი გახდა უცებ კრემლის ფავორიტი. ეს ცოტა გაკრუებას იწვევს, იმიტომ რომ თუ კი ეს ბადრა გუმბა თუ შეიძლებოდა პრეზიდენტად, მაშინ თუ რამდენიმე თუ უნდა დარჩენილ მას პრეზიდენტების ამოწურვამდე და მაშინ რატომ არ დარჩა და რატომ არ დაატოვეს და ახლა ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით, რომ იმ ხალხის აღზევება და ხალხის გამოსვლა და ხალხის ასეთი დაპირისპირება ეს უბრალოდ არ მომხდარა და ეს სპონტანურად არ მომხდარა. ამის უკან ალბათ იდგა იძალები, ვინ ძალები იდგა, მე მგონი ამასაც დიდი მიხვედრა არ სჭირდება. მაგრამ ახლა ისე მოხდა, რომ 9 მაისს 80 წლის თავზე რუსეთის პრეზიდენტმა პირადად მიიწვია ეს ბატონი გუმბა და მას თან შეხვედრას გამართა. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ასეთ პირობებში და ასეთ დროს, რომ ასეთ ძალიან ექსტრემალურ სიტუაციაში მოხდა მათი შეხვედრა, სადაც გუმბამ დაპატიჟა პუტინი, რომ ის აფხაზეთში ჩამოვიდეს და თავის თვალით ნახოს, როგორ ვითარდება თურმე აფხაზეთი. და ამ დროს თქვენ წარმოიდგინეთ რა ხდება. ამ დროს პუტინი თვითონ შემხრე წინადადებას აძლევს ბატონი გუმბა და ამ შემხრე წინადადებას, რომ ის ჩამოვიდეს აფხაზეთში და დიდი სიამოვნებით ხდება აფხაზეთში ჩამოსვლა და ის პირდება, რომ ტურისტული ინდუსტრია აუცილებლად განვითარდება თქვენთან მინიმუმ 7%-ით მაინც და ამაში რუსეთი თავის წილს შეიტანს და გარდა ამისა ეკონომიკური კავშირები განვითარდება ძალიან სერიოზულად რუსეთსა და აფხაზეთს შორის. რას უნდა ნიშნავდეს ეს ბატონო გიორგი და ზოგადად თქვენ ისე რა შეგიძლია თქვათ იმ დღევანდელ სიტუაციაზე და იმ არჩევნებთან დაკავშირებით როგორ მოხდა, რანაირად მოხდა და ასეთი უშუალო დათბობა ამ სიტუაციის დათბობა და ამ პროცესების დათბობა ახლა მანამდე რაც იყო ჩვენ ძალიან კარგად ვიცი აფხაზების სასოწარკვეთილებაში იყვნენ ჩავარდნილები და ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას ეხვეწებოდნენ რომ თუნდაც ელექტროენერგიის რაღაცა გარკვეული რაოდენობა მიეწოდებინათ მათთვის და ამ დროს უცებ ხდება რომ აი რუსეთი ძალიან ლოიალური ხდება ყველაფერი კარგად არის, უკვე პრეზიდენტი სამხელახო ქვეყნის პრეზიდენტი ამ ოკუპირებულ ანკლავში აპირებს ჩამოსვლას, ნუ ეს რაღაცა როდებს და რაღაცა რო იმალება ამის უკან ეს ფაქტია და გთხოვთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. საქმე იმაშია რომ რატომ დათანხმდა ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ჩასვლაზე. იმიტომ რომ თვითონ ის არის საერთაშორისო იზოლაციაში ბევრ ქვეყანაში ვერ მიდის იმის გამო რომ მასზე არის გამოწერილი საერთაშორისო სასამართლოს მიერ ოქმი და ის იძებნება იმ სამხედრო დანაშაულებისთვის რომელიც ჩაიდინა რუსეთის არმიამ უკრაინაში. და რამდენი ვიზიტი გადადო და გაუქმა იმის გამო რომ იმ ქვეყნის მეტალურებმა ვერ გასცეს გარანტია რომ იმას არ დაიჭერა. აფხაზეთში რო ჩავიდეს, იქ არავინ არ დაიჭერს, პირიქით სიხარულით შეხვდებიან. ამიტომაც თავის დროს დაპატიჟეს ბადრი გუმბა მოსკოვში პარადზე, აღლუმზე, იმიტომ რომ იქ ძალიან ცოტა ქვეყნის პრეზიდენტები არიან ჩამოსულები და იმისათვის რომ რაღაცით გავაპარტოვოთ ქვეყნების მეტალურების სია, დაპატიჟეს აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და ასე შემდეგ. მაგრამ ამათმა ისარგებლეს მომენტით გაიცნეს ჩინეთის დელეგაციას კონდათ ურთიერთობა, რაც ძალიან სუდია ჩვენთვის. მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთს ყავს უკვე მარიონეტი პრეზიდენტი აფხაზეთში. მანამდე ჩვენ ვიძახდით, რომ ისინი არიან მარიონეტები, წინა პრეზიდენტები ვინც არიან. მაგრამ დღეს
ეს პრეზიდენტი ნულიანი რეიტინგიდან ამათმა გაზარდეს და დასვეს ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად. მაგრამ რა ინტერესი აქვს რუსეთს ასეთი აფხაზეთის მიმართ, ბატონო გიორგი, იქნება ამ თემასაც შეეხოთ, აი რა თქვენ ასროდ დაამთავრებთ. საქმე იმაშია, რომ რუსეთს აქვს ცდილობა, რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირი. აფხაზეთის მე აფხაზეთიდან იწყებს ამას? აფხაზეთის საკითხი არის გასაღები საქართველოს მათი გაგებით, რომ საქართველოს მიერთონ ამ ახალ საქართველოს ზემოქმედება მოახდინონ, რა? გასაღები და ეს არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენ ვერ გადავწყვეტეთ ამ წლების განმავლობაში, ამათ აქვთ გეგმაში, რომ რაღაცა მომენტამდე მიიყვანენ, რომ ითქვიან, რომ ეს არის საერთო კონფედერაცია საქართველოს და აფხაზეთის, რომელიც მიერთება დიდ რუსეთს. ამ კრემლის გეგმა ეს არის, რომ ეს აფხაზეთი და საქართველო და სამაჩაბლო ერთიანად შეიყვანოთ იმ ახალ საბჭოთა კავშირში. ესეც უნდათ, რომ უკრაინა შეიყვანონ, მე იდეა შეაქვთ, რომ შეიყვანონ სომხეთი, ყაზახეთი და ასე შემდეგ. ყველა წინააღმდეგია თავისთავად. აფხაზეთის წინააღმდეგია, რომ რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს. მაგრამ თუ იქნება კავშირი მაგალითად რუსეთის აფხაზეთს, ესეთ კავშირში იმ კავშირში შესვლაზე უარს არ აცხადებენ აფხაზები. მაგრამ რუსეთ-ბელორუსიის კავშირში. ხო, მაგრამ რუსეთის შემადგენლობაში აფხაზები წინააღმდეგობას გავუწევთ. წინააღმდეგე. მაგრამ ოსებისგან განსხვავებით. მაგრამ რო გავიხსენოთ ვლადისლავ არძიბას 90-იანების დასაწყისში აფხაზეთის ომის მერე ის პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენ გვინდა რუსეთის შემადგენლობაში შესვლას. მაგრამ გავიდა დრო, თვითონ აფხაზები ნახეს რა არის რუსეთის პოლიტიკა, რა არის რუსეთი. ის არ არის საბჭოთა კავშირი, სადაც ყველაფერი უპასოდ იყო, ის არ არის კავშირი, სადაც თავისუფლებას შეგეძლო გევლო. ეს არის ტოტალისტური ქვეყანა, სადაც ხმას ვერ ამოიღებ. აფხაზები არ არიან ისეთი ხალხი, რომელიც ხმას ვერ ამოიღებენ. ამიტომ ისინი ყოველთვის გამოდიან. უფრთხილდებიან, ბატონო გიორგი, ამ შემთხვევაში რუსები უფრთხილდებიან აფხაზებს თუ უბრალოდ ეს არის ესე ვასალური დამოკიდებულება, იციან რომ არსებობს მათ შორის. უფრთხილდებიან, რომ ყოფილიყო გაფრთხილება, ისინი არ უბრძანდნენ ასლამჯანიას, რომ მიიღოთ ის კანონი, რის გამოც გაუშვეს სამსახურიდან. პირდაპირ ერთხელ უთხრეს, რომ ანუ ის უცხოური აგენტების შესახებ კანონზე უარი თქვეს. მაგრამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას რუსეთს და აფხაზეთს შორის რუსული ინვესტიციის დაცვის თაობაზე. ეს ხელშეკრულება იყო მოწერილი რუსეთის და აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრების მიერ. და უნდა მიიღოთ აფხაზეთის მთავრობაში, ეს აფხაზეთის ეგრეთ პარლამენტში რატიფიცირება მოხდება. და აი ამაზე გაიჭედა, იმიტომ რომ ხალხი გამოვიდა ქუჩაში, წინააღმდეგობას გაუწიეს აი ამ ხელშეკრულებას. მარტო ხელშეკრულებას ინვესტიციის დაცვაზე. და ეგრევე მეორე დღეს გააგდეს ასლამჯანია სამსახური. ბატონო გიორგი, ძალიან საინტერესო ერთი მომენტი. ჩვენ ეს ხომ ვიცით, ეს საერთოდ აფხაზური, ასე ვთქვათ, იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. როდესაც გამოდის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი გუმბა და ამბობს, რომ იგივე გაიმეორა მისმა, ასე ვთქვათ, ჯერ კონკურენტმა პრეზიდენტობაში ბარციცი, რომელიც მან საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა და ერთ და იგივეს იმეორებენ. საქართველოს მოაწეროს, შეეგუოს იმ რეალობას, რაც არსებობს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. პლუს ამას ის აცხადებს, რომ აი აფხაზეთი საქართველოს აფხაზეთთან უნდა დადოს ხელშეკრულება, რომ ძალის გამოყენებითიც არასოდეს არ შემოვა აფხაზეთში. აი ეს ორი ნარატივი, ესეთი რაღაცა, ყველა ერთმანეთთან იმეორებენ ამას და რატომღაც ამას რას ნიშნავს ეს თქვენი გადასახედიდან, რასაკვირველია ახლა ეს მე არ მგონია რომ ცოტა რთული გასაჩეფრი იყოს, იმიტომ რომ ახლა ისეთი დიდი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მრჩევლები ყავთ რუსეთის მაღალ ეშელონებში მათ, მაგრამ ეს იმას სულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ
მათ რაღაცა სიახლეს ამბობენ, ისეთ სიახლეს, რომელზეც შეიძლება წამოეგოს საქართველოს. თუნდაც ერთი მომენტი რო ავიღოთ ჩვენ. აი საქართველოს როცა აქ არძიმბარო ჩამოიყვანა პრიმაკოვმა, თქვენ გახსოვთ ალბათ ეს ხო ბატონო გიორგი? რა იყო მაგას ჩადებული? ძალიან დიდი სიცფიერე იყო მაგაში ჩადებული და სხვათა შორის მიუხედავად ძალიან ბევრი შეცდომების აფხაზეთთან მიმართებაში, მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მანვე ეს არ წამოეგო მას. მათ უნდა რომ კონფედერაციის საფუძველზე ერთიან სახელმწიფოში ყოფილიყო აფხაზეთი და საქართველო ერთიანი სახელმწიფოში გვეცხოვრა და ამის შემდეგ სულ რამდენიმე ხანში ეცენი უკვე ოფიციალურად და ძალიან კანონიერად საერთაშორისო სამართლის მიხედვით ისინი ასე ვთქვათ დამოუკიდებლად წავიდოდნენ და გავიდოდნენ საქართველოს შემადგენლობიდან. ეს შევარდნაძე ვერ მოატყუეს მათ და სხვათა შორის მაშინ ცოტა სხვანაირი აზრი გავრცელდა საზოგადოებაში, მაგრამ ნელ-ნელა მოგეხსენებათ ისტორიის ფურცლები იხსნება და ის დახურული საკითხები, რომელიც თავის დროზე განეხილებოდა, ეს საკითხები ყველაფერი უკვე ღია და სასნაური ხდება და ზუსტად ესე იგი ამ მომენტშიც სხვათა შორის მე ეს აღიარა, თურმე მაშინ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ეს შამბა და მან აღიარა სხვათა შორის რომ ეს იყო ამაში ჩადებული, მაგრამ შევარდნაძემ ეს არ გააკეთა. ნუ არ გააკეთა გერა რო გაეკეთებინა შევარდნაძეს ეს იქნებოდა ქვეყნის ღალატი და ბუნებრივია ამაზე ის ვერც წავიდოდა და არც წავიდოდა. ნუ ეხლა ეს თავისთავად ცხადია. ასეთ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ თქვენ, რას ნიშნავს ამათი აი ყოველთვის იმაზე საუბარი ლაპარაკი რომ ადგინდა თუ რატომ ეშინიათ მათ რომ ჩვენ ძალისმიერ მეთოდებით შევალთ თუ რა ხდება? ამათ უნდა რომ რაღაც დონით მიიღონ აღიარება საქართველოსგან. აფხაზეთში აი სწორია, რაღაცა პატარა დოზით მიიღონ აღიარება. დღემდე აფხაზეთში ძალიან დიდი მითი არის გავრცელებული, რომ საქართველოში შეიძლება მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. აი დღემდე გონიათ რომ აი ახლა შემდეგი მთავრობა უეჭველი მოვა, რომელიც აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ნუ ეს არ ხდება და საბოლოოდ ადრე თუ გვიან მიხვდებიან რომ ეს იყო ფუელი, რუსების ფუელი. მაგრამ ამათ უნდათ რაღაცით თავისი ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ კი იციან რომ რუსეთმა აღიარა, მაგრამ სოფლიოში არავინ არ აღიარებს. ეს საერთაშორისო ხელშეკრულება თუ დაიდება ორი მხარის მიერ, ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს რომ ომი იყო არა რუსეთს საქართველოს ომი, ეს იყო აფხაზებს და ქართველებს შორის ომი, რომელიც დასრულდა და ორივე მხარე ქართველები და აფხაზები ხელს აწერენ, რომ შემდეგ ომში არ გამოიყენებენ ძალას. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ომი იყო რუსეთს და საქართველოს შორის. აბსოლუტურად ის ომი იყო ერთ-ერთი, რაც ომი მიმდინარეობდა უკრაინაში 2014 წლიდან 22 წლამდე, როცა რუსული ჯარისკაცები რაღაცა გადასმული ფორმით ომობდნენ რუსული იარაღით ზღვის ტერიტორიაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში ასე ვთქვათ, შტაბის მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით მუშაობენ. ჯარისკაცები უამრავი ფაქტებიც არის, ჩემლოვშიც არის დაწერილი. თვითონ რუსი პილოტის მიერ დაწერილი წიგნი არის, როგორ ბომბობდა სოხუმს სუზდოხუთები. მეც ახლა რამდენჯერ დაბომბვაში მოყოლი ვარ, თუნდაც ოჩამჩირში გახდეთ იმ მომენტებში და სუ-25-ები, საიდან მოვიდა აფხაზებს სადგონდა და სუ-25 რუსები ბომბობდნენ. ის სუ-25 რომელიც ჩამოვარდა სოხუმის მახლობლად, იმ დროს ჰქონდა მარტო რუსული მოწმობები, რომელიც ნიშნავდა რომ ეს რუსი პილოტია. უამრავი ესეთი ფაქტები არსებობს. მერე უკვე წლების მერე აფხაზები აჯილდოებდნენ იმ რუს ჯარისკაცებს და მეტალურგებს, რომელიც ომობდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველების წინააღმდეგ. იყო იმ დროს პრიდნესტროვის იძახნენ სპეცნაზი, რომელიც ოჩამჩირის დნესტრისპირეთის მედვედი იყო იქ, ლებედი კი იყო, მაგრამ თვითონ პიმინოვ იყო ამ გვედანაყოფის უფროსი, მაგრამ საბუთი ჰქონდა რომ დნესტრისპირეთის მილიციის მაჯორი არის, მაგრამ დნესტრისპირეთში როგორ აღმოჩნდა, მე ეს ყველაფერი გამოძიებული მაქვს. ის
რუსეთის ტელევიზიის რომელიღაც ჯგუფთან ერთად ჩავიდა რუსეთიდან, ჩავიდა ტირასპოლში. იქ უკვე მიიღეს სამსახურში, როგორც რუსეთის ოფიცერი მიიღეს სამსახურში იქ ნესტისპირიტის მილიციაში, იქაური საბუთებით უკვე შემოვიდა აფხაზეთში. მე ომის მერე ისე დაბრუნდა რუსეთში, მსახურობდა რუსეთის შესაძლებლობაში და მოკდა რამდენიმე წლის წინ. მე სულ ვიძახდი, აი ეს კაცი უნდა შეეყვანოთ სანქცირებულ სიაში. ჩვენ პარლამენტთან რომ მიიღოს სია. მაგრამ ის ხომ კანონი მაინც ხო იძულებულ გადაადგილ, კანონი ხო არსებობს ამაზე? კანონი არა, სხვა დრო იყო. კანონი არის 2008 წლის მერე. მაგრამ ის ადამიანი ომობდა საქართველოს წინააღმდეგ. ოფიციალური პატენტია დაწერილი, როგორც ესროლა საზინიტო რაკეტა სამგზავრო თვითმფრინავს და როგორც 134, რომელიც არ შემოვარდა, რომელიც დაჯდა სოხუმში დაზიანებული თვითმფრინავი რო იდგა აეროპორტში, ის არის. ოფიციალური პატენტია დაწერილი, რომ ესროლა ჩვენ ვაჯგუფმა უბრალოდ ესროლა ამ თვითმფრინავს. ეგეთი ბევრი ფაქტებია, მაგრამ ეს შორს აგვიყვანს. რატომ უნდა აფხაზებს ეს ხელშეკრულება? ამათ უნდა რომ მოხდეს ლეგიტიმიზაცია. სოფლიოში ამათ არავინ არ აღიარებს. აღიარებს მარტო რამდენიმე რუსეთის სატელიტი და ბელარუსის ნაყიდი სატელიტები. სირიაც, ეხლა ჩვენ საქართველოს უნდა გვემუშავა სირიასთან, სირიის ოპოზიციასთან, იმ დროს როცა ბაშარ ასადი იყო მეტავრი, რომ ამ ომის სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ რომ მოსულიყო ხელისუფლება, რომელიც უარს იტყვის აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე, დამოუკიდებლობის აღიარებაზე. მაგრამ ახლა შეიცვალა მთავრობა სირიაში. შეიცვალა მთლიანად რეჟიმი. წავიდა ეს ბაშარ ასადი, არის ასე თუ ისე დემოკრატიული ძალები, რომელთანაც შეხვდა ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი რამდენიმე დღის წინ. და ისინი არ ამბობენ ვაგიარებ თუ არა აფხაზეთს. მიდის მაგაზე მოლაპარაკებები, მაგრამ ქართული მხარე მე მგონი არ არის ჩართული ამაში სამწუხაროდ. ბატონო გიორგი, ძალიან ბევრი ახლა იმდენად მოცულობითი არის ეს აფხაზეთის საკითხი, რომ აქ აი ზუსტად თქვენ სწორად თქვენ რაღაცა თქვენ გამოძიება რაღაცები გამოიძიეთ, ხო? რაღაცა ასე თქვა ჟურნალისტური გამოძიება ალბათ, ხო? სამოქალაქო ჟურნალისტი ვარ. დიახ, სამოქალაქო ბლოგერი, სამოქალაქო ჟურნალისტია თავისთავად და გამოიძიეთ. აი ახლა ეს რაც იყო. ახლა ხო ვიცით, სხვადასხვა წყაროებიდან იმდენი ინფორმაციები გვაქვს ჩვენ ამასთან დაკავშირებით, ახლა მარტო ისტორიკოსების მიერ დაწერილი არა. სხვა იმ რეალური ადამიანების მიერ, ვინც იქ უშუალოდ მონაწილეობდა იმ პროცესებში. და უნდა გითხრათ, რომ ყველაფერი ასე ვთქვათ გაცხად არ არის ეს უკვე დაფარული და არ დამალული არის ეს უკვე ყველაფერი გაცხადებულია, მაგრამ ამაზე დუმს რუსეთი. პირიქით, რუსეთის აი ესეთი დათბობა, ასეთი ანუ მაგრამ რუსეთს თავისი ინტერესები რო გააჩნია. ამ დროს ახლა ერთი რამე მაინტერესებს ბატონო გიორგი, აი ზუსტად აქედან გამომდინარე, თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ ელოლიავება რუსეთი და თუნდაც იგივე მისი პრეზიდენტის დონეზე, რატო ელოლიავება ამ აფხაზეთს? რა არის ახლა ეს არა 123,000 ითვლიან ესენი, მაგრამ 123,000 აფხაზები ნამდვილად არ არიან. ეს ჩვენ ვიცით, იმიტომ რომ ეს როცა ეს ექსპერტებმა ეს გაიანგარიშეს ეთნოგრაფებმა, განსაკუთრებით ექსპერტებმა და რუსეთის ექსპერტებმა სხვათა შორის, კი არა, ქართველ ექსპერტებს კარგი არ ენდობიან ისინი. ესე იგი, წელიწადში უნდა ყოფილიყო სულ მცირე 8,000 ბავშვი უნდა იბადებოდეს აფხაზი. და როდესაც აფხაზეთში იბადება 400 ბავშვი ყველაზე მაქსიმუმ. იბადება, მაგრამ ყველა აფხაზი არ არის. ამხელა ამდენი აფხაზი ნამდვილად არ არის. ახლა თუ ყველას ისინი აფხაზად, იმიტომ რომ 51%, 17% ხო იყვნენ ჩვენ დროს და ახლა ისინი აჩვენებენ თითქოს 51% ამ დროს სიამოვნებაში რეალობა სულ სხვა რამეა. აი როგორ ფიქრობთ თქვენ მაინც? აი ასეთნაირად რატომ მიდის ამხელა დათმობაზე რუსეთი აფხაზებთან? რატომ ამბობს რატომ ეუბნება იმას, რომ აი ცი ყველაფერს გაიკეთებთ, ყველაფერს რის სანაცვლოდ პირდება ამას რუსეთი? ხომ ამას ხო არ გეტყვით თქვენ როგორც ამ შემთხვევაში როგორც ბლოგერი? ამას დიდი ჯგუფი არ უნდა ის რომ აფხაზეთი არის რუსეთის
ფორპოსტი კავკასიაზე ფაქტია. აფხაზეთი და სამაჩაბლო. იქ არის განლაგებული მაგათი სამხედრო ბაზები. იქ უამრავი რუსი ტურისტი ჩადის ისვენებს. ამას ჭირდებათ იქ სიმშვიდე, რომ იქ არავინ არ შეეხოს რუსეთის ტურისტს, არავინ არ შეეხოს რუსეთის ბიზნესს, რუსეთის ფულს და აწყნარებენ იქ სიტუაციას. რატომ ვერ ბრუნდებიან აფხაზეთში მუხაჯირების შთამომავლები? რეპატრიანტები არც აქვს სურვილი რომ დაბრუნდა. სურვილი აქვს. მაგრამ რუსეთი არ აძლევს საშუალებას იქ დაბრუნების, იმიტომ რომ ამათ არ ჭირდებათ იქ მუსულმანური ანკლავი. აქაც რაღაცა ვიწრო მიზანი აქვს რუსეთს და რა შეიძლება ის იყოს? ხო. რუსები დასახლებას ხო არ აპირებს იქა? ოჩამჩირის რაიონი არის თითქმის სარიელი. ეხლა ყველა აფხაზია სოფლებიდან წავიდნენ სოხუმში. დავიდეთ, კაი ბინები ერთ ქართველების ბინებში შევიდნენ, მოყალათდნენ იქ. საქმე იმაში რომ იქ ვიღაცა უნდა შევიდეს რომ აფხაზეთის ეკონომიკა განვითარდეს. იქ ან უნდა ჩავიდეს ან ქართველი, ან მუხაჯირების შთამომავალი, ან რუსი. სხვა ვერავინ ვერ ჩავა სხვა. ხო და თავისთავად ქართველებს არ მიუშვებენ, იქ არ უშვებენ მუხაჯირების შთამომავლებს. ადრე გვიან იქ ჩავლენ რუსები. აი, ვთქვათ, სოფელი ვარჩა თქვენი იცით. დიახ. ისინი ამბობენ ვარჩა. ვარჩა არის. ძალიან განადგურებულია სოფელი, იქ ერთი სახლი არა დარჩენილი. როგორ ცხოვრობდა ხალხი იქ? მაგრამ იქ ყველა მიწა არის გაყიდული რუსეთის სამხედროებზე, ვინც იქ მსახურობდნენ, აფხაზეთში ყიდულობენ. თავისთავად პირდაპირ ვერ ყიდულობენ ის გამო რომ აფხაზეთში აკრძალული არის მიწების გაყიდვა უცხოელებზე. მაგრამ მიდობილობით რაღაცით ყიდულობენ. რაღაც გზებს გამონახვა. მერე შემდეგი ნაბიჯი იყო რომ აპარტამენტების მშენებლობა, ანუ რუსებმა შემოიღეს ისეთი ცნება, რომ აპარტამენტების მშენებლობა უნდა მოხდეს მასიური აფხაზეთში. დაახლოებით 100,000 კაცის ტევადობით. 30,000 არტ აპარტამენტის მშენებლობა არის განსაზღვრული. 30,000 აპარტამენტი, მაგრამ იქ ხო ერთი ადამიანი არ შედის. 2-3 მინიმუმ შევა საცხოვრებლად ერთ აპარტამენტში. არის 100,000 კაცი. ამ 100,000 კაცს არ ექნება თავისთავად აფხაზეთის მოქალაქეობა. იმათ არ ექნება ეს აპარტამენტი საცხოვრებლად ფართად გაფორმებული. მაგრამ ჩვეულებრივ იცხოვრებს 100,000 კაცი. 200,000-იან აფხაზეთში, სადაც 254,000 ცხოვრობს სულ დღეს. ხო, მაგრამ ცხოვრობს 200,000 დაახლოებით. ქართველები, სომხები და დანარჩენები მიდიან იქით, აქით გადადიან და გადმოდიან. 100,000 რო დაემატოს, ეს ნიშნავს რომ მე 13 დაემატა. ანუ მე ნახევარი დაემატება, ნუ 300,000 გახდება იქიდან აფხაზები და რიცხოვანი იქნებიან. ამ შემთხვევაში ამ ხალხს რუსების მოქალაქეებს ეხება თავისი შვილები, რომელიც სწავლენ სკოლებში, იქ სკოლები არ ეყოფათ, საკუთარ სკოლებს გახსნიან, ბაღებს გახსნიან და რო შეხედოთ დღევანდელ აფხაზეთს, ახალგაზრდები ერთმანეთში არ ლაპარაკობენ აფხაზურად. აი მე უამრავი აფხაზი მყავს ინსტაგრამზე მაგალითად, ლაივებში რო შედიან, ბავშვები ერთმანეთს აფხაზურად არ ლაპარაკობთ არასდროს. რუსულად. აფხაზური ენა იყო შენარჩუნებული სოფლებში საბჭოთა დროს, როცა აფხაზები ერთმანეთს საუბრობდნენ. ჩვენც კარგად ვიცით, რომ სოხუმში ყველა ერთმანეთში ლაპარაკობდა რუსულად. მეც რუსული სკოლა მაგ დამთავრებული და ყველა გარშემო ლაპარაკობდა რუსულად. ეს სინის რო სოფლებიდან რო შევიდნენ სოხუმში, დაიწყეს ტენდენცია იყო მაშინ ასეთი და ხო, ეხლაც იგივე ტენდენცია იზრდება. აფხაზური ენა იმათ არ ჭირდებათ მე რუსეთში რო წავლენ, არ ჭირდებათ ტურისტებთან საუბრისას. ეს ენა არ ჭირდება არავის. სომხები არ ლაპარაკობენ ამ ენაზე, ქართველები არ ლაპარაკობენ იმ ენაზე. ანუ ენა არ ჭირდებათ აფხაზური ენა, აფხაზებს არ ჭირდებათ საუბრისას. რო შეხედოთ პარლამენტი. ფაქტობრივად მკვდარი ენა ხდება აფხაზური. ხო, ანუ პარლამენტში ყველა საუბრობს რუსულად. პრეზიდენტი გამოდის რუსულად საუბრობს. მთავრობა გამოდის რუსულად საუბრობს. ამ დროს ბატონო გიორგი, შენ კონსტიტუციაში გვიწერია საქართველოს კონსტიტუციაში ორი სახელმწიფო ენა, ქართული და აფხაზური. იმათაც ხუწერეთ აფხაზური ენა სახელმწიფო, მაგრამ იკარგება. არსად არ არის
ანუ ოფიციალურ დონეზე არც აკეთდება აფხაზური ენა. რო შეხვიდეთ მაგათი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის საიტზე. რო შეხვდეთ აფხაზურად ნიუსები არ ახდება. იმიტომ რომ საქმე წარმოება აფხაზურად არ ხდება, არ მიმდინარეობს. არა, მიმდინარეობს, მაგრამ პარალელურად არის რუსულად. ანუ შეუძლია. არა, როგორ შეიძლება ახლა დაუშვათ აფხაზეთი, ნუ ახლა დღევანდელი გადასახედიდან მოდი ახლა რასაც ისინი აჩვენებენ, იმისი ნახევარი ცხოვრობს აფხაზეთში, ხო? დანარჩენი ახლა მithur მიდიან, მოდიან და ესე იგი თქვენ წარმოიდგინეთ 254,000 აფხაზეთის მაცხოვრებლიდან 130,000 რუსეთის მოქალაქეობა აქვს. 130. არა, ნახევარზე მეც. ქართველებს არა, ქართველებს არასდროს. მაგრამ ესე იგი თითქმის ესე იგი 130,000 ეს არის და მაგრამ მაგათ სტატისტიკას საერთოდ მე როგორც ეკონომიცი ნამდვილად არ ვენდობი. არ ვენდობი, იმიტომ რომ ისინი ამბობენ რომ ჩვენ დროს 93,000 აჩვენეს და რეალურად იყო 63,000 აფხაზი. ქართველი გალიდან ბევრი ქართველი შეწერა აფხაზებად რომ მიიღოთ აფხაზეთის მოქალაქეობა და პასპორტი. აი ეს არის უბედურება. ეს არის უბედურება და აი ხლა რო შეხედოთ უამრავი აფხაზი პოლიტიკოსი ვიცი ესე პრეფერენციებს გამოიკიდნენ ისევ როგორც ეს მოხდა წინა საუკუნეებში რო იყო მე-19 მე-20 საუკუნეებში პრეფერენციებს იყვნენ გამოკიდებული ქართველები და იმიტომ იყო მათმა რო შეიცვალეს ეს ეროვნება. თორე ახლა თქვენი მოგვარეები, ჩემი მოგვარეები და წერეთლები და ჭავჭავაძეები და ჩაკვეტაძეები როგორ შეიძლება რომ იყოს ჩაიწერებოდა რომ არა აფხაზების პოლიტიკა რომ ვაფშე ქართველებს არ აძლევენ პასპორტებს. არა დროზე პასპორტები დარიგებული იყო. ამ პასპორტებით თავის დროზე აირჩიეს ამკვაბი. ამკვაბი როგორ აირჩიეს? ქართული ხმებით. ქართულმა ეგონათ რომ ამკვაბი იქნება პროქართული. ეგონათ რატომაც. და ის ის შეგონა სხვათა შორის ის ბაგაფშის ქართველებმა ბაგაფში იგივეც ქართველებმა ბაგაფში იყო ერთადერთი აფხაზი პოლიტიკოსი რომელიც კარგად იყო განწყობილი ქართველების მიმართ მეუღლე ყავს ქართველი შვილების ქართულად გაზარდა და არ იყო ცუდი პიროვნება მაგიტომაც რუსეთმა არა მაგრამ პოლიტიკის წინააღმდეგ დინების წინააღმდეგ ხო ვერ წავიდოდა ბატონო წავიდა 2006 წელს თუ გავხსოვთ ქართული ჯარი რო შევიდა კოდორის ხეობაში ვერტმანი დესანტით და იქ მასთან მივიდა რუსეთის ჯარის მეთაურმა იკაურმა და უთხრა რომ თუ გინდათ ჩვენი ჯარით შევოდეთ და გავათავისუფლებთ კოდორის ხეობას ამათ რა არ მიდა ასე რომ მაგიტომაც ის ამკექნება ის წავიდა რომ დინამიკობას უწევდა კრემლის პოლიტიკას. ბატონო გიორგი, სამწუხაროდ და საუბედუროდ პიროვნებები ვერ წვიტავენ აფხაზეთში ვერაფერს ისეს. ახლა ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი რომ არის, ახლა მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ დაუშვათ პრეზიდენტს, მართა ის ნამდვილი პრეზიდენტი, მაგრამ ის პრეზიდენტი ნამდვილად ჩვენ რატო ეძახით მას ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს? იმიტომ რომ ის ვერაფერს ვერ წვიტავს ეგ. იმა რა უნდა გადაწყვეტოს ეგ? ახლა რო შეხედოთ იმ ხმებს რომელიც წავიდა ბადრი დიახ ეს ძალიან საინტერესოა ჩვენი ტელემოყრობლები და მესე არჩევა ანუ ის იყო ვიცე-პრეზიდენტი ასლან ბჟანიას დროს დიახ საერთოდ არ სადარჩა მე არც ვიცოდი მე ვარ ჩახედული ამ საკითხებში არ ვიცოდი იყო თუ არა ვიცე-პრეზიდენტი საერთოდ არ სადარჩა არაფერს არ წარმოადგენდა და უცებ ის არადგინეს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის კანდიდატი ნულიანი რეიტინგი და რუსეთის პოლიტექნოლოგებმა აწიეს აი 54%-მდე. ის იყო უზარმაზარი შავი პიარის ტალღა, რომელიც თელ აფხაზეთში წავიდა აი ტელეგრამ არხების მეშვეობით, რომელიც მართავს ინალ არწნება, იმას აქვს ბევრი ტელეგრამ არხები და აი წინასაარჩევნოდ უამრავი ტელეგრამ არხი კიდე დაემატა და დაიწყო შავი პიარი ადგურ არწნებას წინამდე. გაუშვეს რომ ის არის პროტოკოლად განწყობილი და სომხებმა დაიძაბნენ. თქვენს რომ ეხლა არზუმბა თუ გაიმარჯვებს ის ჩაატარებს აფხაზეთში იგივე გენოციდს რომელიც ჩაატარეს თავის დროზე სომხების წინააღმდეგ 1915 წელს. იმიტომ რომ სომხებმა არ მისცეს ხო და სომხები გაგიჟდნენ და იქ პატარა კიდე დახმარება შეიძლება აბა ფული რაღაცა იქეთ აქეთ
სომხურმა დიასპორამ ძალიან 80,000 კაცი და ვისაც ჰქონდა ხმის მიცემის უფლება, ყველა მისცა ხმა ბადრი გუმბას. აფხაზების უმეტესობა ხმა მისცა არწიმბას. მაგრამ სომხების ხმებით პირველად ისტორიაში, ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი აფხაზეთის ისტორიაში, აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის არჩევნების ბედი გადაწყვეტა სომხების ხმა, რომელიც იყო აფხაზების წინააღმდეგ. მანამდე აფხაზები სომხები ხმას აძლევდნენ იგივე კანდიდატს, რომელსაც აძლევდნენ აფხაზები. ამ შემთხვევაში ისინი წავიდნენ წინააღმდეგ და ამათი ხმა გადაწყვეტა აფხაზეთის. იციან აფხაზებმა მე მგონი ხო? იციან თვითონ მეუბნებოდა საიდან მე ვიცი. იქ ხო არ ჩანს ეს ხო პაროლი არჩევნებია, მაგრამ იმ უბნებში სადაც ცხოვრობენ აფხაზები, სომხები იქ გაგრის რაიონში მაგალითად 95% იყო ბადრი გუმბას ხარდასა. ქართველებისთვის ხმები. ქართველები არსად არიყვნენ და აფხაზების უბნები სადაც იყო გუდაუთაეში, სოფიუმში, ყველგან გაემარჯვა არწიმბა, ადგურაძე. მაგრამ სომხების არა, არწიმბა არა, ბარციცი. არა. ბარციმბა, მარციმბაც იყრიდა. მეორე ადგილზე გავიდა არწიმბა. არწიმბა, გასაგებია. მეორე ტურშიც იყო არწიმბა. ხო და არწიმბას აფხაზური ხმები უფრო ნაკლები იყო ვიდრე გუმბას სომხური ხმები და ესე დაემარჯვა. და აფხაზები დაარჩნენ პირველია. რა ჩაგვიტარეს. მაგრამ იქ ძალიან დიდი პიარი იყო. იქ წინასაარჩევნოდ გაუხსნეს აეროპორტი რუსებმა. ფრენების დაიწყო უკვე. ნუ სატესტო რეისი იყო არჩევნებამდე, მაგრამ პირველი რეისით ჩამოვიდა კირიანკო, აფხაზეთის კურატორი და ბადრი გუმბა პირველი ჩამოვიდა ტაშკენტურიდან. ამხელა პიარი იყო ეს. ხო, პიარი. მატარებელი გაუშვეს ექსპერიმენტალური საჩქარო დიოსკურია დაარქვეს მატარებელს და ესეთი მოძრაობები ძალიან დიდი ფული დაიხარჯა დაურიგეს ფული და აი ესე მოხდა. მაგრამ შავმა პიარმა მაგრად იმუშავა. მაგრამ თვითონ კრემლში იყვნენ უკმაყოფილები, აი ესე შავი პიარით მოყვანილი პრეზიდენტი, მაგრამ შედეგი მაინც დაიდო. და კირიანკოს პლუსი დაუწერეს შესრულებული სამუშაოებისთვის და ის დარჩა აფხაზეთის კურატორად. ის ხო აფხაზეთიდან არის, სოხუმელია. დიახ, სოხუმიდან წარმოშობით. იცის კარგად აფხაზების მენტალიტეტი, იცის რა უნდა დავად. აი ეს აფხაზეთის აეროპორტი, სოხუმის აეროპორტი, ბაბუშევას აეროპორტი. უნდათ, იმიტომ რომ იძახიან რომ სახელმწიფო გვაქვს და აეროპორტი არ აქვს. ახლა აეროპორტიც მიიღეს და ის ასე თუ ისე პიარში მაგრამ დაეხმარა. თვითონ რუსებს ეს აეროპორტი არაფერში არ ჭირდებოდა. არაფერში არ ჭირდებოდა. ნუ ახლა იმიტომ არის ალბათ ეს არის საფუძველი იმისა რომ როდესაც პუტინმა უთხრა გუმბას უთხრა რომ აი ტურიზმი განვითარდება და 7%-იანი გზდა გექნება თქვენ ტურიზმშიო და ეს რუსების ხარჯზე იქნება. ხო, აბა ვინ ჩადის ახლა ეგ მეტი ახლა ევროპიდან მე არ მგონია რომ აფხაზეთში ვინმე ჩავიდეს. 140 მილიონი კაცი ვერ მიდიან ვერსად. ანუ რამდენიმე მიმართულება დარჩა, სადაც შეუძლიათ დაისვენა. თურქეთი, დუბაი, ტაილანდი, ეხლა ირანში დადიან. მაგრამ იქ ხო, ამათ სმალ ევასებდა ირანში ვერ სვამენ. ხო, იქ ხალები დაფარულები უნდა იყვნენ შორტი მშრალი კანონია იქ. მაგრამ ირანში დადიან 30% ზრდა არის ირანში ტურიზმის რუსეთის მხრიდან. და აფხაზეთი. აფხაზეთში, მაგრამ ამ დროს უკვე არის ესეთი ინფორმაციები და ვრცელდება ეს სხვათა შორის სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძალიან საშიშია იქ საერთოდ განსაკუთრებით ღამე და როგორც კი დაღამდება იქ სიარულით საშიშია. ძალიან ბევრი ყაჩაღობები ხდება და ასე შემდეგ. აფხაზეთში არის ძალიან მაგარი კრიმინალი. ყველა ვიცით, იქ კრიმინალური მენტალიტეტი არის. ბავშვები რო იზრდებიან, კრიმინალური მენტალიტეტი იზრდებიან. და თავისთავად იქ ნარკომანიაც არის იქ ძალიან მოდებული. არის და სამწუხაროდ იქ მილიცია საერთოდ ადგილობრივებს არ ესჭის. როცა ვიღაცა ადგილობრივი კრიმინალი რო თუ მოკლავს გაძარცვავს რუს ტურისტს, საერთოდ არაფერი არ ხდება. მაგრამ ეხლა კიდე სხვა რამეა, მაგალითად ადრე
აფხაზეთის გაი აჩერებდა რუსეთის ტურისტებს და რასაც არგოების გამოვითომ და ართმევდა pravas მართვის მოთმობას. და იმის სანაცვლოდ რომ დაიბრუნეს ის მართვის მოთმობა ფულს იღებდა. ეხლა რუსებმა რა ქნეს? გახსნეს აფხაზეთის გაიში, გახსნეს რუსეთის გაის წარმომადგენლობა, რომელიც ოფიციალურად იქნება აფხაზებისთვის მართვის მოთმობის გადაცემისთვის. ანუ იმისათვის რომ აფხაზი წავიდეს რუსეთში მანქანით, მაგას სჭირდება რუსეთის მართვის მოთმობა, იმიტომ რომ ეხლა რუსეთმა თქვა რომ აფხაზეთის მართვის მოთმობას არ აღიარებდა. პასპორტს უკვე აღიარებენ, პასპორტსაც უკვე არ აღიარებენ, ეხლა მოგიყვებით. ანუ ეს გაი კი არის ვითომ მართვის მოთმობის მისაწევად. ის არის აი ზეგავლენის ორგანო, რომელიც გადაგაკონტროლებს აფხაზურ გაის, რომ არ წაართვან ფული რუსეთის მოქალაქეებს. პასპორტს რაც შეეხება. ეს აფხაზური პასპორტით აფხაზები გადადიან ჩვეულებრივად რუსეთში შედიოდნენ ადგილობრივ, ანუ საერთაშორისო საზღვარგარეთის პასპორტი კი არა, просто სამოქალაქო პასპორტს რაც აჩვენებ გადაიღება რუსეთში. მაგრამ რუსებმა რა თქვეს? რუსეთის კანონით რუსეთის მოქალაქე ორმაგი მოქალაქე თუ შედის რუსეთის ტერიტორიაზე, მან უნდა აჩვენოს რუსეთის მოქალაქის პასპორტი. დიახ, რუსეთის პასპორტი. ეს ამ კანონში იყო ცვლილება, რომ რაც დრომდე არ ეხება აფხაზეთის მოქალაქეებს. ეხლა სანამ არჩევნები მოხდა, ეს ამოიღეს და ის აფხაზეთის პასპორტი, რომელიც სჭირდებოდა ერთადერთი რომ აჩვენოს სადღაც საზღვარზე, იმასაც ვერ აჩვენა. ანუ არ სჭირდება ეს აფხაზეთის პასპორტები. და ისევ უნდა აჩვენოს რუსეთის მოქალაქის პასპორტი. თუ არ აქვს მაშინ? უნდა იყო. თუ არ აქვს, მაშინ აფხაზური პასპორტით შეუძლია შესვლა. შეუძლია. მაგრამ რადგან ყველანი არიან რუსეთის მოქალაქეები, ამათ ვალდებულება აქვს, რომ ეს პასპორტი აჩვენოს საზღვარზე. კიდე რა ხდება? ეხლა მირონოვი რო არის, სერგეი მირონოვი არის დუმაში Spravedliva Россия's პარტიის თავმჯდომარეა და მან მიმართა პუტინს წერილით, რომ მოდი გავაუქმოთ და როუმინგი აფხაზეთს და რუსეთს შორისო. ანუ რას ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქე რუსეთს შევა აფხაზეთში, ჩვეულებრივად დაურეკოს რუსეთში, აფხაზეთიდან რუსეთში თავისი ნომრით უპასოდ. ეს რას ნიშნავს, რომ ანუ შიგნითაც დაარეკოს სოხუმიდან გაგრაში თავისი რუსული ნომრით უპასოდ. როუმინგი თუ არ იქნება, ზედმეტი გადასახადი არ იქნება. ეს ნიშნავს, რომ აფხაზური ნომრების დაიკარგება. არავის არ დაჭირდება აფხაზური ნომრის აღება, აკვაფონის, მეგაფონის შვილობრივი კომპანია რომელიც უნდა იყოს რუსული ნომრები. შეუძლია რუსული ნომრების აღება და ჩვეულებრივად სოხუმიდან გაგრაში დაარეკონ რუსული ნომრები. აი ნელ-ნელა აფხაზეთი აი იჩოჩება უკან, აი ხდება ცოტა ანექსიის წელობა რუსეთის მხრიდან. აი პატარა ნაბიჯებით იღებენ. ჯერ კიდე ხაჯიმბას დროს, მერე ასლან ბჟანიას დროს სულ ვეუბნებოდი. იქ აიგბა არის სოფელი საქართველოს რუსეთის საზღვარზე, ფსოუზე. დიახ. ამ სოფლის ერთი ნაწილი არის რუსეთის ტერიტორიაზე, მეორე ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე. მაგრამ რომ შეხვიდეთ რუსეთის აი როგორც ჩვენთან საჯარო რეესტრი არის, იქაც არის საჯარო რეესტრის საიტი. სადაც წერია მონაცემები რა ვის ეკუთვნის რაცა მიწა. და აღმოჩნდა, რომ აი ამ აიგბას ტერიტორია უკვე შესული არის აი საკუთრება არის უკვე რუსეთის მოქალაქეების და რუსეთის საჯარო რეესტრში არის შესული. და ის ტერიტორია კი არა, რომელიც არის რუსეთის მხარეს. ჩვენ მხარეს რომელიც არის, ის არის შესული რუსეთის ფაქტობრივად რუსეთის მოქალაქის საკუთრება. არავითარი რეაქცია. ვიტომ არა ეს სოფელი ისე არის შორს, ანუ საბჭოთა დროს იქ დადიოდნენ через სოჭა. ანუ სოჭაში შესულიყო და ანუ მოწყვეტილი არის აფხაზეთიდან.
და ესე არის. ეხლა გზაკი გაიყვანოს, მაგრამ უკვე დაიგიდეს. არ აინტერესებს სამწუხაროდ. ძალიან საინტერესო არის თქვენი საუბარი. ბატონო გიორგი, მართლაც თქვენ ასე დეტალებში რო ისაუბრეთ თუ რა ხდება დღეს აფხაზეთში, ამისი თქვენ ახსენეთ ეს სიტყვა, მაგრამ მე მაინც ვიტყოდი ძირფასწელი მაყურებლებო. მართლაც რუსეთმა თავიდან ბუნებრივია ოკუპაცია მოახდინა აფხაზეთის, მოახდინა იმ ძალებით და სხვათა შორის ამათ ჩვენ ნებისმიერ დონეზე შეგვიძლია ვისაუბროთ და გითხრათ თქვენ ძირფასო აფხაზებო, როგორ მოხდა ეს ოკუპაცია, ვინ გააკეთა 92-93 წლებში რა ხდებოდა, ამის შესახებ უკვე ძალიან სერიოზული მასალები გაგვაჩნია ჩვენ და ეს დღეობით უკვე ესე იგი აქამდე თუ ოკუპირებული იყო აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის მიერ, უკვე ნელ-ნელა როგორც ბატონმა გიორგიმ ბრძანა, ეს ყველაფერი რაც დეტალებზეც გაამახვილა მან ყურადღება, ეს მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ რუსეთი უკვე ცდილობს აფხაზეთის ანექსიას. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთვენიერ დღეს შეიძლება არ არის გამორიცხული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ კონსტიტუციაში შევიდეთ ასეთი მუხლის, რომ აუცილებელი არ არის აფხაზი ეროვნების წარმომადგენელი იყოს აფხაზეთის პრეზიდენტი, აფხაზეთის ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის პრეზიდენტი და ეს იყოს აფხაზი იყოს და მან იცოდეს თავისი მშობლიურ ენას ფლობდეს. და ეს ერთი მუხლი როცა შეიძლება უკვე აფხაზი კი არ იქნება პრეზიდენტი, უკვე შეიძლება იყოს სომეხი პრეზიდენტი, შეიძლება იყოს რუსი პრეზიდენტი და ასე შემდეგ. ეს არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ ისედაც როგორც ბატონმა გიორგიმ თქვა, ისევ დავეცეცხლები მის ნათქვამს, რომ დღეისდღეობით თუნდაც იგივე ბადრა გუმბა ვის მიერ არის არჩეული, უკვე ეს ყველაფერი უკვე სახეზეა, ეს ყველაფერი უკვე გაცხადებულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა შეგვიძლია ვთქვათ? ერთადერთი ის, რომ ჩვენ გვინდა აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობა აღდგეს. ჩვენ გვინდა აფხაზებსა და ქართველებს შორის მოხდეს ურთიერთმიტევება. აფხაზებსა და ქართველებს შორის მოხდეს იმ ახალი რეალობის გათვალისწინებით და ის ახალი რეალობა ის კი არ არის, რასაც დღეს იძახის ბარციცი და რასაც იძახის გუმბა. არ არის ეს რეალობა, ეს წარსულია. დავიჯერეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო და ძვირფასო აფხაზებო. დამიჯერეთ, ეს არის წარსული და ჩვენ მომავალის სხვანაირი გვაქვს. თქვენს და ჩვენს. თქვენ თუ გინდათ რომ ჩვენი იარსებოთ თქვენ საქართველოსთან ერთად, თქვენ ყველა უფლება გექნებათ იმისათვის რომ დამოუკიდებლობის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა კი არ გექნებათ ერთიან ქვეყანაში ცხოვრების საშუალება და უფლება და აყვავების და წინ წასვლის და კეთილდღეობის უფლება გექნებათ. ეს არის ყველაზე უფრო მთავარი რისკენაც მიისწრაფის დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება. და დადგება ამისი დრო, ჩვენ გჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ ახლა რუსეთს მაინც ძალიან დიდად არც აფხაზეთი ახლა ზურგზე ახავს მას მოკიდებული და ახლა ის რომ მაგათი ტურიზმის განვითარებაზე არის ახლა ორიენტაცია აღებული და 7%-ით გაიზრდება თურმე ტურისტული ინდუსტრია აფხაზეთში, ეს არის ზღაპარი, იმიტომ რომ თუნდაც რომ გაიზარდოს ეს რა ცხოვრების დონეზე რამე გავლენას მოახდენს, არავითარ გავლენას არ მოახდენს. და ამიტომ თუ რუსეთს რა აქვს ჩაფიქრებული, ამათ ჩვენ ძალიან კარგად ხედავ და ჩვენ ამას გძნობთ კიდევაც და ჩვენი ყველა მონაცემი და ყოველდღიური მონაცემით, მაგრამ რუსეთი ამავე დროს მე ვფიქრობ, რომ ორმაგ სტანდარტზე აქვს მას თავისი საგარეო პოლიტიკა, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში, თუნდაც სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში აგებული სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა 3+3 სიგვეპატიჟება რუსეთი და ამ დროც გამოდის, რომ თვითონ ესე იგი აფხაზეთს ფაქტობრივად ესე იგი აფხაზეთის ანექსიას ახდენს, სადაც უკვე ანექსირებული აფხაზეთი უკვე საქართველოს შემადგენლობაში ძალიან ძნელად იქნება წარმოსადგენი. მაგრამ ყველაფერი გადის ერთ ყველაზე საბოლოო შედეგამდე და ეს ყველაზე საბოლოო შედეგი სწორედ გახლავთ ის, რომ როგორ განვითარდება აფხაზეთი, როგორ აყვავდება აფხაზეთი და როგორ იქნება მათი ეკონომიკა, მათი ბიუჯეტი, მათი ინფრასტრუქტურა, როგორ აითვისებს იმ ტერიტორიებს, რომელიც დღეისდღეობით არაფერს ფაქტობრივად ძალიან
დაკრინებულია და შეიძლება ითქვას, რომ გაპარტახებული არის აფხაზეთში ყველაფერი, ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობით არის შესაძლებელი და ჩვენ ერთიან სივრცეში ჩვენი ცხოვრებით არის და ის ხალხი, ვინ დაბრუნდება მტრულად, არავინ არ აპირებს იმ 300,000 ქართულიდან რამდენი დაბრუნდება გარკვეულწილად ამისი პროგნოზის გაკეთება ცოტა რთულია, მაგრამ თავარი ის არის, რომ ბევრი დაბრუნდება ისეთი ადამიანი, ვინ მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთის კეთილდღეობაზე და მის აპყრობაზე იზრუნებს. ბატონო გიორგი, დიდი მადლობა ასეთი ღრმა შინაარსიანი საუბრისათვის. თქვენ ისეთი სურათი დახალტეთ უკვე რაც ხდება რეალურად აფხაზეთში, ეს ძალიან ბევრი აფხაზისთვის დასაფიქრებელი არის, ბევრი ქართველისთვის დასაფიქრებელი არის და მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ მოვა დრო, როდესაც ჩვენ ერთად ვიქნებით აფხაზები და ქართველები და ჩვენ ერთად ავახშენებთ იმ აფხაზეთს, რომელიც დღეს მართლაც ძალიან მოწყურებული არის იმ მომავალს, იმ კარგ და იმ ნათელ მომავალს, რომელიც მას წინ აქვს. დიდი მადლობა. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე თვითფაცო ტელემოყურებლები.